გამარჯობა მეგობრებო, ჯანმრთელობის გზა კუჭიდან მიდის. ანუ კუჭი თუ ჯანმრთელი არ არის და კუჭის მოქმედება კარგად არ არის, ჩათვალე რომ ადამიანი ჯანმრთელი არადროს არ იქნება. ასობით დაავადება არსებობს, რომელიც არასრული კუჭის ფუნქციებისგან არსებობს. ნაწლავის პრობლემები გაქვს, მაშინ ჩათვალე თქვენ ფსიქოლოგიურადაც, ანუ ტვინის კარგად არ მუშაობს. პირდაპირ კავშირია ჩვენი ნაწლავი და ჩვენი ტვინის ჯანმრთელობა. ვიდეოში გეტყვი ეგეთი საძნელები, რომელიც აფუძნებს ჩვენი კუჭი და კუჭნაწლავის ჯანმრთელობას და კიდე ეგეთი საძმელები, თუ ჭამს იმ საძმელებს, ასწორებ თქვენი კუჭი და კუჭნაწლავის ჯანმრთელობას. თუ გააქვთ ნებისმიერი კუჭი ან კუჭნაწლავის პრობლემა, ის საძმელი მოუხდება და კვებაში თუ იქნება ეს საძმელები, თქვენ არადროს არ იქნება კუჭის მიერი ან კუჭნაწლავის მიერის პრობლემა. დავიწყო ეგეთი პროდუქტებიდან, რომელიც კარგია. მერე დავთვალოთ, რომელიც ცუდია, არ ვარგა. პირველი არის მაწონი. სოფელში გაკეთებული მაწონი არის საუკეთესო ჩვენი კუჭისთვის. იქ შედის ბიოტიკები, ანუ პრიბიოტიკები, პრობიოტიკები, რომელიც ჩვენი კუჭნაწლავის კარგი ბაქტერია რო არის, მაგისთვის საჭმელია. სოფლიოს დიდი პოპულაცია მეგობრებო ბრძლობს გაზიანობა და შებირელობას და ბევრი ადამიანი იმას არ მიუხვდება, რომ ლაქტოზის პრობლემა აქვს. ლაქტოზი არის ერთ-ერთი ეგეთი პროტეინი, რომელიც შედის რძის ნებისმიერი პროდუქტში. ლაქტოზი წავიდა შიგნით შებირელობა, მაგრამ მაწონში არ არის. ან ცოტა რაოდენობით არის ლაქტოზა. იმიტომ მაწონის ჯამის მერე შებირელობა არადროს არ არის, აზგაზიანი არ არის. მეორე არის ბოჭკო. ბოჭკო არის, ანუ ინგლისურად fiber ეძახიან, fibra, ბოჭკო, რომელიც საჭიროა. ნებისმიერი ადამიანი სოფლიოში ყველა ადამიანი დეფიციტია, არავინ არ აწამს იმდენი საკმარისი ბოჭკო, რამდენი ჩვენ კუჭნაწლავს ჭირდება. რომელიც საჭმელია? პური, ოღონ არარეფინირებული, ბანანი, ლობიო, ლეგვი, ნებისმიერი ბოსტნეული და ნებისმიერი ხილი, სოიო, სოკოები, უამრავი საჭმელია მეგობრებო, სადაც შედის ბოჭკო. ეს ყოველთვის უნდა ჭამო და თქვენ რო ჭამს რეფინირებული პური, თეთრი პური, იმაში ბოჭკო არ შედის. იმიტომ ცადე ხორბალი თუ მაინდა-მაინც ჭამს, მაშინ უნდა ჭამო კანიანად, ხორბალი უნდა იყოს, პური უნდა იყოს ხორბალით გაკეთებული. ანუ სერი ფერის რა შეიძლება სერი იყო, მაგრამ დღეს ემენ კრასკაც. მაგრამ თქვენ მიხვდები შიგნით ის ხატო უნდა ჩანდე, რომელიც კუჭნაწლავის ბაქტერიების ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ბოჭკო. ხილებში ხილიავი და ბანანი არის ერთ-ერთი, სადაც შედის დიდი რაოდენობით ეს ბოჭკო. თუ არ აქვს პრობლემა, ანუ დიაბეტი, პრიდიაბეტი არ ახარ, მაშინ საუკეთესოა, როცა ვარჯიშობს, ბანანი ვარჯიშამდე, ვარჯიშის მერე საუკეთესოა და კუჭი და კუჭნაწლავის ჯანმრთელობისთვის. იმიტომ აქ შედის საჭმელები, რომელიც არ შეიძლება და აფუძნებს ჩვენი კუჭნაწლავის ჯანმრთელობას. პირველი არის ღრმა შემწვარი ნებისმიერი საჭმელი. ხო, კაი საჭმელია სოკო, ხო, კაი საჭმელია ბროკოლი. თუ ღრმას ეწვი, ტრანსქიმები მოიმატება, ეს საჭმელი მკვდარია და მკვდარი საჭმელი ჩვენთვის არ ვარგა. არა მარტო კუჭნაწლავი, ცუდი ქოლესტერინი მოიმატება, ადამიანი გასუქდება და ქოლესტერინი რო ჭამს, კვერცხის გული, ერბო, ცხიმი, რო კარგი ცხიმი, ამით კი არ მოიმატება. ღრმა შემწვარი პროდუქტები ნებისმიერი იმით მოიმატება ორგანიზმში, შხამი, ცუდი ქოლესტერინი და გაფუძნება კუჭის ჯანმრთელობა. მეორე პროდუქტი არის, რომელიც კრავ კუჭში, ანუ კუჭის მოქმედებას შეფერხას აძლევს, ანუ კუჭი კარგად არ იმოქმედებს, ეს არის კეფენირებული ნებისმიერი საჭმელი. იმიტომ ორზე მეტი კავა ადამიანი ვის სვამს, მაგას ძალიან გაუჭირდება კუჭის მოქმედება, კუჭი გასულა, კაბზობა და ყოველთვის თუ გაწუხეს ბუაშილი, მაშინ ჩაი, კავა და ძალიან მწარე საჭმელი ვაფშე არ უნდა ჭამო.
ზედმეტი კეფინი არ უყვარსვენი კარგი ბაქტერიებს ერედებიან, იმიტომ პატარა ბავშვები რო დადიან ენერგიული სასმელებით თან შობლების ვამენ, თან პატარაების ვამენ. დიდი ანუ ცუდი რამე, ძალიან ცუდი რამეა მომავალში იმ ბავშვებსაც ძალიან ცუდი პრობლემები ელოდება, იმიტომ დროა ეს კეფენირებული სასმელები თქვენს დატოვე და ბავშვები რა თქმა უნდა არც უნდა დადით. ეს ყველა ადამიანი ცდილობს, ვაიმე მე შაქარი არ ავჭამ და კიდულობს artificial sweeteners, ანუ არაბუნებრივი შაქარები. ის შაქარებიც აფუჩებენ ჩვენი კუწნაძლავის კარგი ბაქტერიების ჯანმრთელობა. იმიტომ თქვენ გინახია ზოგი ადამიანი კავასი უკეთებს ეგეთი შაქარი, რომელიც ბუნებრივი არ არის და მე კუჩში გადის. irritable bowel syndrome. მალე კუჩში გასულა შეიძლება იყო ამ არაბუნებრივი შაქარის გამო. იმიტომ თუ დატოვებ შაქარი, იმენა უნდა დატოვო, თუ იგებს, მაშინ არს უნდა შეეძიძგო ერთი კაი თუ დიაბეტი არ გაჩუქებს, რას შაქარი არსებობს ეს შაქარი, თეთრი შაქარი, ერთი კოზი შეიძლება მაგი მიგება დღეში ერთხელ 5 გრამია ეს ერთი ჩაის კოზი, რომელიც ჭირდება ადამიანს, მაგაზე მეტი უკვე ზედმეტია. ეგეთი საწმელები, რომელიც შეფუთულია ბანკებში. ნებისმიერი ეგეთი საწმელი, რომელიც ვადაწერია. ვადა 3 წელი, ვადა 2 წელი. იქ მომატებულია ქვეყანა ეგეთი პროდუქტი, რომელიც არ ვარგა თქვენი ჯანმრთელობისთვის. კაი ფერი რო იყო, მაგისთვის artificial color, ანუ არაბუნებრივი ფერები აქვს მომატებული, რომელიც გაძლევს თქვენ მარტო დავადებები. იქ კარგი არაფერი არ არის, ეს არის მკვდარი საჭმელი. ჭამე თქვენი თვალის წინ გამზადებული საჭმელი. ხორცი თუ გინდა, ბანკაში კი არა, მაშინ უნდა იყიდო და ისე უნდა ჭამო. ჭამე რეალური საჭმელი, არა მკვდარი. სულიკავი, ჯანმრთელი და ბედნიერი არ დაგავიწყდე არქის გამოწერა და ამ ვიდეოს ყველა მეგობარში გაგზავნა. კარგად და ჯანმრთელად.